დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები და ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და ყველა ის ადამიანი ვისაც მოვკითხვა ახარებს ჩვენ და ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი რაღაც ძალიან განსხვავებული სტუმარი ყავთ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ეპარქიების მიმართ და თვითონ ბორჯომ ბაკურიანის ეპარქია როგორ მიყვარს და როგორ მახარებს და როგორ ხშირად ვარ ხოლმე იქ და მეუფე სერაფიმე და მისი ლოცვა კურთხევით დღეს ჩვენ სტუმარი ყავს მამა ივანე ხეცურიანი ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მობრძანებისათვის და დაგლოცეთ თუ შეიძლება ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ იცოცხლეთ დიახ უღრმესი მადლობა მამაო ძალიან დიდი ხანია თქვენი სტუმრობა გვინდა და მინდოდა რომ მამაო ესე გვესაუბრა ეპარქიის შესახებ და ყველა საინტერესო რაც იყო ამას წინათ ვიყავი ჩამოსული და თქვენ და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვთისმშობლის ცხოვრებას თვითონ ღვთისმშობელს ენიჭება სერაფიმ საროველის მონასტერი რომელიც აი რა ვიცი მე სოფლიოში ალბათ 1-2 თუ მოიძებნება ესეთი და მე ყველას ურჩევდი რომ მოინახულო ესეთი მონასტრები მე ვარ გაოცებული პირდაპირ ამას წინათ ერთი კვირის წინ გახდით და თუ შეიძლება მამა აი ამას რატო ენიჭება თქვენ ეპარქიაში ესეთი დიდი მნიშვნელობა გარდა იმისა რომ რა თქმა უნდა ხა ხალხზე მე კიდე შემდეგ კითხავთ ყველაფერს თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით რომ ესე დავიწყოთ პირველ რიგში მოგესალმებით გიორგი მივესალმებით პატიცემულ ტელემაყურებლებს ბორჯომ ბაკურიანის ეპარქია თქვენ იცით რომ გახდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია რომელსაც 1995 წელს მეუფე სერაფიმე ჩაუდგა სათავეში ჩამობრძანდა ბორჯომში 20 მაისს 1995 წლის 20 მაისს ბორჯომის ეპარქიაში შრომასთან და თავდადებასთან ერთად როგორც მეუფე ასევე მისი სასულიერო პირები უამრავი რამ გაკეთა ახალქალაქში და შემდეგ ეპარქიები დაიყო თქვენ იცით და ჩვენი ეპარქიაც გაიყო ორ ნაწილად ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია 2002 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გაიყო ეპარქია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიად იქნა დადგენილი, სადაც მეუფე ნიკოლოზი მოღვაწეობს. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. ჩვენი ეპარქია გამორჩეულია ცნობილი უძველესი ტაძრებით, მონასტრებით. ეს არის უძველესი მწვანე მონასტერი, რომელიც მე-19 საუკუნეში არის აგებული და ასევე ფოთოლეთის მამათა მონასტერი, რომელიც ასევე მე-19 საუკუნეში არის გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების დროს აგებული, როგორც მეცნიერები გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას, ეს არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს აგებული მონასტერი. ასევე ტიმოთის უბნის მამათა მონასტერი, რომელიც 800 წლის იუბილე აქვს წელს და ჩვენ 12-13 აგვისტოს დღესასწაულით ეს დიდი დღესასწაული იყო უწმინდესი და უნეტარესი ჩამობრძანებული ბორჯომში და ბორჯომის ახალი მონასტერი, მაგრამ სავიზიტო ბარათი შეიძლება ითქვას ბორჯომის ეს არის სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი, რომელიც 2001-2002 წლებში აშენდა და დიდი სიყვარულით მიზიდავს თითოეულ მომლოცველს და აქ არის მიმსგავსებული დივეოს მონასტერზე თითოეული კელია, ჭა, ის ქვა, რომელზეც სერაფიმ საროველი 1000 დღე ლოცულობდა და ამ ქვაზე სხვათა შორის აღესრულება ბევრი კურნებები, ბევრი სასწაულები და ჩვენი ეპარქია ასევე არის იმ დატვირთვით საზოგადოებაში, რომ ჩამოსული მრევლი ჩვენ გვყავს ძირითადად სეზონურად ზაფხულში, როდესაც ადამიანები ტოვებენ თავიანთ ქალაქებს, მოდიან მოსალოცად და ამ დროს ჩვენთან არის მართლაც დიდი აჟიოტაჟი და დიდი სიყვარულით მოდის სხვადასხვა ქალაქები და მრევლი მოსალოცასაც ჩვენც დიდი სიხარულით ვეგებებით. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო. აი ესეთ ლამაზი ახსნისათვის. თუ შეიძლება მამაო, მე მინდა კითხო თქვენთან მე ჩამოვდივარ ხოლმე სულ ხშირად და სულ ხედავ ხოლმე თქვენ მრევლში ძირითადად ახალგაზრდები ჭარბობენ ხოლმე და რაც იშვიათი არის ხოლმე სხვა ეპარქიებში მე ესე გამოყოფით მინდა ვთქვა, რა ვიცი, ესე, იმიტომ რომ სულ აი
იგივე უწმინდესი რო იყო ჩამობძანებული ეს ახალგაზრდები როგორ დახვდნენ და როგორი ლამაზი დახვედრა და როგორ მე არ ვიცი ეგეთი დახვედრა მგონი საქართველოში არც ერთ მხარეს არ ქონია და თვითონაც რაღაცა გაოცებული იყო ამით და გიორგი ნამდვილად უწმინდესის მობძანება ჩვენს ეპარქიაში ეს იყო დიდი სიხარული მოსახლეობა ერთმუშტად შეიკრა ბაღებიდან სკოლებიდან გამოვიდნენ ბავშვები ყვავილებით ხელში მოსახლეობა მრევლი გააკეთეს უწყვეტი კორიდორი ახალდაბიდან ჩვენი ეპარქიის დასასრულამდე იყო უწყვეტი კორიდორი და უწმინდესა და უნეტარეს შევეგებეთ აი ჩვენი გულის სითბოთი რაც ჩვენ შეგვეძლო მოსახლეობა შეეძლო იმ წამში, იმ წუთში, რომელიც მართლა წამები იყო უწმინდესის ესკორტი გაივლიდა და მხოლოდ წამით ჰქონდა თვალის მოკვრის საშუალება თითოეულ ადამიანს. კილომეტრიანი ის და მაგრამ დიახ, რამოდენიმე კილომეტრი ეს იყო დაახლოებით სადღაც 20-25 კილომეტრიანი ახალდაბიდან მოყოლებული, დიახ, სადაც ჩვენი ეპარქიის დასასრულამდე, სადაც იყო აშკარად იგრძნობოდა ის მადლი პირველ რიგში უწმინდესი მობრძანდებოდა და შემდეგ ის სიყვარული რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უწმინდესა და უნეტარეს მიუძღვნა და გული გაუშალა. დიახ, ამასთან დაკავშირებით, მამო, მინდა რომ აი მაინც თქვენ რეგიონში, მამო, აი ახალგაზრდები, რომლებიც ჭარბობენ თქვენ მრევლში, რომლებიც დადიან თქვენთან, ხო? ძირითადად, მამო, რა კითხვები აქვს თქვენს მიმართ, ეკლესიის მიმართ, იმიტომ რომ ყველგან არის სხვადასხვანაირი დამოკიდებულება, ყველგან სხვადასხვანაირი კითხვები აქვს. ეხლა ქალაქში უფრო აქეთკენ სხვანაირი კითხვები აქვს, იქითკენ რეგიონებში უფრო სხვანაირი, თქვენთანაც ქალაქში ალბათ სხვანაირი იქნება და თუ შეიძლება მამო, აი მანდ აი ბავშვები რა პრობლემებით არიან? ანუ აი ღმერთის ძიებაში არიან, თუ აი მორწმუნენი არიან და შინ თავის ძიებაში არიან, თუ როგორ ხდება ხოლმე? მამო, ძირითადად რა პრობლემები აქვს ამ ბავშვებს? იმიტომ რომ ბევრს კითხულობენ, ვიცი და ესეთი ხა ესეთი განათლებული და ესეთი ჭკვიანი ხალხი რო არ იყვნენ, ესეთი რაღაცები არც მოხდებოდა თქვენთან, რაც უწმინდეს რო დახვდნენ და ესეთი რაღაცები არ ხდება გაუნათლებელ ადამიანებში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცოდნაა მათში, რომ აი ესეთი რაღაცა რო გააკეთეს მათ რა ვიცი. გიორგი, პირველ რიგში ახალგაზრდა არის ეს თუ ღრმად მოხუცებულია, ჩვენ ვიცით, ხშირად საუბრობთ ამ თემაზე, რომ ის ტაძარში მოყავს სულიწმინდის მადლს. ამის ნათელი მაგალითია 2000 წლის წინ მოსული განხორციელებული ღმერთი, კაცი ქრისტე, რომლის სარწმუნოება დღეს ჩვენში ზეობს და მის სიტყვას, მის ქადაგებას, მოციქულების გადმოცემას თითოეულად ზედმიწევნით მიყვება სასულიერო დასი და მთლიანად დედა ეკლესია. ეს რომ არა ზეციური მფარველობა, ეს ნამდვილად არ იქნებოდა გიორგი და რაც შეეხება ახალგაზრდების მოსვლას ეკლესიაში, ეს დიდი სიხარული, ეს პირველ რიგში არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი დიდი პატრიარქის დამსახურება. შემდეგ ეპარქიებში ზოგადად ჩვენთან დიდ სიყვარულს აფქვევს მეუფე სერაფიმე, რომლის როლი, რომლის ღვაწლი უშუალოდ უწყვეტია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ რაც შეეხება სასულიერო პირებს, ჩვენთან როდესაც ახალგაზრდა მრევლი მოდის, ვცდილობთ, რომ ჩვენ გავხდეთ მათი პირველ რიგში ვართ ღვთის წინაშე მოვალეობა ვალდებული მოძღვარი, მაგრამ ჩვენ არ ვიყოთ პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე, სანამ ის ეტაპები გადაიზრდება უკვე სულიერებაში, რასაც ქვია, ჩვენ არ ვიყოთ მათთვის თითების დამქნევი, მათთვის რაღაც ისეთ საკითხებში, რომლებსაც ჩვენ ესეოდენ იცის ხოლმე ადამიანმა თქვა, რომ აი თავში ხელის წამორტყმა, ეს არ არის ხოლმე საჭირო. მათთან სიყვარულია საჭირო, მათთან თითები, ადამიანი რომ მოდის ტაძარში, განსაკუთრებულად ახალგაზრდა მრევლი, ხომ? იმან ჩვენზე კარგად ვერ ვიტყვით, მაგრამ ზედმიწევნით კარგად იცის გიორგი თუ რა არის ცოდვა და თუ რა არის მადლი. მან კარგად იცის, რომ რა პრობლემებზე ესაუბრება მას დედა, მამა, ბიძა და მოდის ტაძარში და იგივე ჩვენ ბიძის, მამის, დედის სიტყვის გამგრძელებლები, იგივე მთქმელი ჩვენ რომ ხვდებით და ვეგებებით ამ სიტყვით, უკვე ის შეშინდება და მას აღარ უნდა შენი ეკლესია, აღარ უნდა შენი მოძღვარი, ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ პირველ რიგში ვასწავლოთ რა არის ღვთის სიყვარული და მას გაუჩნდეს ნდობა, სარწმუნოების ნდობა, რომელიც საწყისია ქრისტეს სიყვარულის. იმიტომ რომ ამის ნათელი მაგალითი არის მოციქულები, რომლებსაც ოდესაც იესო მიხმო მებადურები და მეთევზურები მოციქულები, ისინი მიედვნენ როგორც ლითონ კაცს და გახვნენ მას. მათმა არ იკითხეს ის რომ გოლგოთა თუ იქნებოდა, შემდეგ მესამე დღეს კუტრეთი დაღდგომა თუ იქნებოდა, შემდეგ თაბორის მთაზე ფერის ცვალება თუ იქნებოდა. ანუ ეს კითხვები არ დასვეს მათმა. მათმა
გაყვენ იმ რწმენით, რომ ისინი მიენდნენ. და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომ ჩვენთან მოდიან, უნდა უხაროდეთ ეკლესიაში დგომა, ღვთის სიტყვაში დგომა. უკვე ხვალ სხვა მოთხოვნა, ზეგ სხვა მოთხოვნა, იგივე ჩვენ მორწმუნე მრევლში არის ესეთი პოზიციები ხოლმე, რომ მრევლი მოდის ახსარებას გეუბნება, შეიძლება ვიღაცა სიგარეტს ეწეოდეს, მაგრამ მისთვის ეს ეტაპი იყოს გამოსწორების ძალიან მაღალი ეტაპი, მხოლოდ სიგარეტზე როა შეჩერებული და შენ მიცემას წმინდა ზიარება. უფლის სისხლი და ხორცი მას იგივე სიგარეტით ამარხულო 2-3 დღე და მისცე. მეორე პოზიცია არის, რომ მეორე სულიერ შვილს შეიძლება ვიღაცა მოყვასი განიკითხა და ზიარება არ მიცე, იმიტომ ის სხვა ეტაპზე დგას სულიერების. სულიერებაში არის ეტაპები, რომელიც საზომიც არის უმთავრესი ჩვენს მოღვაწეობაში და აქედან გამომდინარე, როდესაც სულიერი შვილი, ახალგაზრდა, ბავშვია ეს თუ მოზარდია თუ ვინც არ უნდა იყოს, ადამიანი ეკლესიაში მოდის და ხედავს იმ სითბოს, რომელიც სითბოც არ არის მისთვის თითების ქნევა, მისთვის არ არის ეს მდგომარეობა ისეთი, რომ მაგალითად როგორც ეჩხუბებიან მას ის ხალხი, მისი ნათესავები შენ ისი არ ეჩხუბები, შენ სხვანაირად უხსნი ამ ცოდვას, თუ რა ცოდვაშია ის და უკვე მას მოხათრება უჩდება იმისა, რომ შენ ერთი კვირის მერე, ორი კვირის მერე არ ეკითხები იგივე ცოდვაზე, არამედ აცდი მას გამოსწორებას, მის მოღვაწეობას და შემდეგ უჩდება მას თავის თავში კითხვა, რომ მე ხომ არ გამოსწორდე, მე ხომ არ დავიწყო ეკლესიური ცხოვრება, ხომ ჭეშმარიტად არ ჩავდგე იმ ზომებში, აი ეს არის მე ვფიქრობ ერთადერთი საზომი ამ ყველაფრისა. დიახ. მამო, ბევრი ახალგაზრდა მაინც ხშირად მაქვს ხოლმე რაღაცა შეხება და ფიქრობს, რომ აი სიტყვაზე მათ ცხოვრებაში მთავარი არ არის სიტყვაზე, რომ ყავდეს მოძღვარი, ისე შეუძლია რომ ცხონდეს, ისე შეუძლია რომ მოხდეს იმაში და ამაზე თვითონ პასუხი არ აქვს, უბრალოდ თავს იტყუებენ და სიტყვაზე ამბობენ, რომ აი ესე, აი რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, იმ ბავშვებს, იმ მოზარდებს, თუნდაც უფროსებს, რომ ბევრი არის, რომ მე ღმერთთან ურთიერთობაში არ მჭირდება რა მოძღვარი რა, იმიტომ რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია სიტყვაზე და მეც როგორ ჩვეულებრივი ადამიანი, მეც ვეკონტაქტები სიტყვაზე ღმერთს. აი მომენტში რა შეიძლება მამაო, აი რით შეგიძლიათ აი ჭყალებში თუდა ჩვენ ვისზე ისი მტკიცება, არაფერს მტკიცება არ გვჭირდება, მაგრამ რით შეგიძლიათ დაუმტკიცოთ მამაო და დაუსაბუთოთ ის, რომ სიტყვაზე მათ აუცილებლად მათთვის კარი არის მოძღვარი იმისა, რომ შევიდნენ სასუფეველში თუ უფალთან მისასვლელი კარი უნდა აუცილებლად გაიარონ. პირველ რიგში მოძღვარი, სულიერი მამა, სულიერი შვილისთვის არის კედელი იმ საზომი სარწმუნოებისა, რომელიც მისთვის იქნება მაცხოვნებელი. და გიორგი, მეორე დიდი თემა ის არის, რომ სულიერი შვილი როდესაც ეკლესიაში მოდის და ის ადამიანი, ვინც აკეთებს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ და სწორ გადაწყვეტილებას, რომ მიდის ეკლესიაში, ის ადამიანი ისწავლობს და იწყებს საკუთარი თავის უარყოფას, საკუთარ გონებაზე მინდობას. მოძღვართან ურთიერთობით პირველ რიგში მრევლი სწავლობს თავმდაბლობას, იმას, რომ მოძღვართან ურთიერთობით გამოხატავს იმ ფორმას, რომ ის არის მორჩილი, ის არის მკითხველი, შემკითხველი მისი ცხოვრების იმ ადამიანზე, ვიზეც სულიწმიდის მადლი არის გადმოსული. ჩვენც ცოდვილი ადამიანები ვართ, გიორგი. უფალმა მოძღვარი იმიტომ დაადგინა ეკლესიაში, რომ იგივე კაცობრიობის დიდი სიყვარულისთვის. ეხლა ავიღოთ ესეთი ფორმა. ჩვენ მოვამზადეთ ახსარება, გადავწყვიტეთ ეკლესიური ცხოვრება და მივდივართ ეკლესიაში. და ვხედავთ, რომ ან კანკელთან, ან მგალობლების მაგიდასთან დგას, სადაც ხშირად ხდება წინა ნაწილში ახსარების ჩაბარება, ხედავთ, რომ დგას ქერუბიმები, სერაფიმები, ანგელოზები ფრთოვანი, ვინ გაბედავს გიორგი, რომ მივიდეს და ანგელოზებს თავის ცოდვებზე ესაუბროს. ჩვენც ისეთივე ცოდვილი ადამიანები დაგვადგინა უფალმა, მაგრამ სულიწმიდის მადლით, რომ ჩვენთან მოვიდნენ თავმდაბლად, ჩვენ მივცეთ რჩევა, არა ჩვენი პიროვნულობიდან გამომდინარე, არამედ ღვთის მადლით მონიჭებული აზრით, გონებით რჩევა და მათი ცხოვრება იყოს ქრისტეში. და რაც შეეხება იმ ადამიანებს, გვესმის, არის მოხიბლული აზრები, ესეთი აზრები, რომ მე რად მინდა ეკლესია, მე სწორი ცხოვრებით ცხოვრობ, მე მართალი ცხოვრებით ცხოვრობ და თუ კი არ ვივლი ეკლესია. ამის ნათელი მაგალითი არის ძველი აღთქმის ნოეს კიდობანი გიორგი. ნოეს კიდობანი არის ის მაგალითი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისათვის არის ზუსტად ზედმიწევნით მომნიჭებელი და მქადაგებელი იმ სიტყვისა, რომ ეკლესიის გარეშე ცხონება არის შეუძლებელი. ზუსტად ნოეს კიდობნის დროს იყო მართალი ადამიანები,
რომლებიც მართლაც მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მას რომ მათ რომ მოუწოდეს რომ ნოეს კიდობანში შესულიყვნენ წარღვნა იყო მოახლოებული ზუსტად იყო ცნობილი პასუხი ადამიანებიდან რა შეკითხვაც თქვენ მე დამისვით გიორგი რომ ჩვენ ეკლესიის გარეშეც შვიდად ვიქნებით ჩვენ ნოეს კიდობანში თუ კი არ შევალთ ჩვენ მაინც გადავრჩებით იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სოდვილები ჩვენ ვართ მართლები სინამდვილეში ეს ადამიანები იყვნენ ამპარტავნების ზენიტში და ვინ გადარჩა გიორგი გადარჩა მხოლოდ ვინც იყო ნოეს კიდობაში ახალი აღთქმის ნოეს კიდობანი არის დედა ეკლესია ვინც დედა ეკლესიაში მივა ვინც ნაბიჯ გადადგამს მუხლი ეტკინება ოფს მოიდენს იქ წირვაზე დგომის დროს შეწუხდება ცოტა დაიღლება მაგრამ თავის თავს ძალას დაატანებს აღსარებას ჩააბარებს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება და თანაზიარი გახდება უფლისა ის დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს და ის დაიმკვიდრებს უფლის წიაღში ადგილს ეს თემა ვინ დაიმკვიდრებს უფლის წიაღში ადგილს და ვინ ვერ დაიმკვიდრებს ეს უკვე სხვა დიდი ზოგადი საღვთისმეტყველო თემაა ამაზე ჩვენ ვერ საუბრობთ და ვერც ვერავინ ხორჩი მყოფი ადამიანი საუბრობს ამ თემაზე მაგრამ სულის ცხონებისკენ გზა იმ კარიბჭისკენ რომელიც შეაღებს იმ სახლს გიორგი რომელიც სახლიდანაც თითოეული ჩვენთაგანი ვართ სტუმრად მოსულები ჩვენ დედამიწაზე ვიმყოფებით სტუმრად ჩვენ ზეციური იერუსალიმის შვილები ვართ. ზოგი მოსული ვართ 5 წლით, 10 წლით, ღმერთმა ყველა ჯვარი დაწეროს და დაიფაროს. ზოგი ყრმა ასაკში გადის ამ ქვეყნიდან. ზოგი 20 წლით, ზოგი 50 წლით, ზოგი 100 წლით, მაგრამ მითხარით ვინ არის 200 წლით, მითხარი ვინ არის 300 წლით და ჩვენ, როდესაც ჩვენ სახში დავბრუნდებით, იქ უნდა დავხვდეთ ჩვენი ზეციური იერუსალიმის კარი უფლის ხელით გაღებული, რომ მის წიაღში დაგვამკვიდროს. ეს ეკლესიის გარეშე არის გიორგი შეუძლებელი. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მამო თქვენ რას ეტყოდით მამო იმ მშობლებს სიტყვაზე ვისაც სიტყვაზე ვინც ვერ იცლის იმისათვის რომ ბავში ატაროს ტაძარში თქვენთან ხა არის ეპარქიაში მამო ალბათ არის ხო გადატვირთული აი მაგალითად ხა აი ამ ბოლო ხანებში მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ბავში გამოცდების გამო რაღაცის გამო სიტყვაზე ეკლესიაში ვერ დადიან და არც ესმით რომ სიტყვაზე იქ აი თავისი წირვაზე დასწრებით ხო უფრო მეც ისწავლიან და მეც მიიღებენ ღვთისგან ვიდრე სახში რო ჩაიკეტებენ ის 2 საათი და რამ ნებისმიერ წიგნს წაიკითხავენ თუ შეიძლება მოვ აი ამ ადამიანებთან სხვათა შორის მოვ ძალიან ცუდი ის არის რომ მშობლებსაც არ ესმით ხშირ შემთხვევაში და აი მშობლის და ბავშვის ურთიერთობა როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ აი ბავშვი ხშირად მშობლის დიახ აი მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა გიორგი იწყება და აკონტროლებს ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მშობლები რომლებიც უნდა იყვნენ ანთებული ჩირაღდნების სანთლები თავიანთი შვილების. მშობელს უნდა გათავისებული კონდეს, რომ ის იყოს უსიტყვო მქადაგებელი მისი შვილისა. რასაც უყურებს შვილი მშობელს, იმას აკეთებს შვილიც, ხო? ეხლა ცოტა რთული თემა არის, რომ როდესაც ეკლესიასთან თითქმის დღეს საქართველოში გიორგი ყველა ეკლესიასთან ცხოვრობს. თითქმის ყველა უბანში ტაძარია, ყველა უბანში რამოდენიმე ტაძარი, როცა ეხლა მშობელს ესმის კვირა დილით, ზარების რეკვა ქრისტე მოდის საღვთო ლიტურგია და ჩვენ შვილებს ჩვენ ვანახებთ იმას რომ ჩვენ არ მივდივართ ლიტურგიაზე აი არაფრად არ ვთვლით იგივე Facebook გვერდი გვაქვს გახსნილი იგივე რაღაც სხვა საქმეებს ვაკეთებთ იგივე თუ გინდ სახს ვალაგებდეთ გიორგი ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი ეს არის ჩვენი შვილებისთვის უკვე დარტყმა ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ეკლესიის კარზე მას უნდა ვასწავლოთ ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ზოგადად მოციქულთა მიმართ. მოციქული ვინ არის? დღეს მოციქული არის სასულიერო პირი. თუ როგორ მიდის мама თავმდაბლად მოძღვართან, თუ როგორ ხრის თავს ამ ხელა კაცი იღებს კურთხევას, ეს უნდა იყოს 3 წლის შვილისთვის უსიტყვო ქადაგება, გიორგი. ამის შემდეგ ისეთი მარცვალი იდება შვილში, უკვე შვილი გამარჯვებული ცხოვრობს. აუცილებელია რომ ბავშვები ეზიაროს ყოველ კვირას. ეს ზიარების მადლი გიორგი მათ არ მიყვებათ მარტო ბავშვობაში მარტო თამაშობის დროს და რაღაც სკოლაში გაკვეთილების სწავლის დროს ეს ზიარების მადლი შეიძლება სტუდენტი გახდეს შეიძლება სხვა ქალაქში წავიდეს სასწავლებლად რაც ჩვენ ბორჯომს 100%-ში გვემართება რომ ჩვენ იცით რომ არა გვაქვს უმაღლესი სასწავლებელი და ჩვენი ყველა სკოლა დამთავრებული მიდის ან თბილისში ან ქუთაისში ან ახალციხეში ოჯახიდან გადის ეს მადლი ეს ზიარების მადლი ისეთ ადგილზე იფარავს ეს პატარაობაში ნაზიარები მადლი ამ შვილებს ისეთი პრობლემებიდან, ისეთი გარყვნილებიდან, ისეთი სხვადასხვა საწუთო საცდურებიდან, რომ სიტყვით აუღწერელია ამის ფასი.
მშობლის ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს მისაბაძი, ლოცვა კურთხევის მადლი, დედა უნდა მივიდეს შვილთან, პატარა შვილი ყრმობიდანვე უნდა დალოცოს, თავზე ხელი უნდა დაადვას, მამა უნდა მივიდეს შვილთან, ესე რომ აღიზრდება ჩვენი შვილები, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, გიორგი, ჩვენი წინაპრები. რატომღაც დღეს ჩვენ წინაპრებზე რო საუბრობთ, ზოგიერთს გონია რომ ჩვენ საუბრობთ იმ პერიოდზე, მაგალითად კომუნისტების პერიოდზე, ან ასე შემდეგ ცოტა ახლურ წარსულზე. ჩვენი წინაპრები მე შუა საუკუნეებს გულისხმობ, რომ სოფლიდან 7-8 კილომეტრში იყო მოცილებით ეკლესიები. დედები 2-3 შვილთან ერთად მიდიოდნენ, ზურგჩანთები ჰქონდათ დიდი და ხელში რომ ვერ იკავდნენ, ზოგი ზურგზე იკიდებდა შვილებს. მიდიოდნენ, აზიარებდნენ შვილებს. მიდიოდა უფროსი თაობა. იცოდა სოფლის წარმომადგენელი ერთ ჩანაწერში ვკითხულობ, რომ სოფლის წარმომადგენლებო იცოდნენ, რომ ტაძარში ვერ შევიდოდნენო, იმიტომ რომ სავსე იყო ტაძარიო, მაგრამ მიდიოდნენო და ქვას ეამბორებოდნენ გარედენო და გარედან და წირვის მადლს ისე ღებულობდნენო. აი ეს იყო ჩვენი წინაპრების, იმ მშობლების თავდადების ღვაწლი. აი ესე უნდა აღიზარდოს ჩვენი შვილები და ეს იქნება საწინდარი, რასაც ჩვენი დიდი უწმინდესი უყრის პირველ რიგში საფუძველს მისი ნათლობებით, რომელმაც 20,000-მდე ბავშვი პრაქტიკულად იმდენი ბავშვი, რაც საქართველოს აფხაზეთის ომში თუ არ ვცდები 18,000 ადამიანი დავკარგეთ და წარმოიდგინეთ, რომ თავისი სიბრძნით ჩვენმა დიდმა უწმინდესმა მონათლა 20,000 ბავშვი და ის თაობა ამოვიღეთ, რომელიც ჩვენ ამ დიდი ომის დროს დავკარგეთ. აი ესე უნდა აღიზარდოს ჩვენი შვილები, რომელიც კედელი იქნება ჩვენი მომავლისა, ჩვენი ქრისტიანობისა და ჩვენი ქართველობისა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამაო. თუმცა სამწუხაროდ, მამაო, ახალგაზრდებს ხო, როგორი მომენტია, იცით, აი, რაღაცნაირად აი მშობლებს უბიძგებენ იმისაკენ, რომ აი რაღაცა ისეთი მშობლები უფრო უნდათ დღეს, რომ აი რაღაცა კაი ტელეფონს რო უყიდიან, კაი იმას, აი თუ ალბათ შეგხვედრიათ თქვენს, ხო, ეგეთი რაღაცა, ხო? აი ხა არავის არ უნდა ისეთი მშობელი რო ეტყვის, რომ აი ხა გაიღვიძე და ხა 20 კილომეტრი უნდა გაატარო, მცხეთაში უნდა ჩაგიყვანო ხვალ და ისა რა ქვია, ფეხით უნდა იარო და ეზიარო, ხო? ყველას უნდა რომ აი სახში გაზარმაცებული არის ადამიანი. ეს სხვა ეტაპი არის. დიახ, აი სხვა ეტაპი არის და დღეს არის სხვა ეტაპი. ჩვენ საუბრობთ იმ ეტაპზე, რომელ საუკუნეებზე ჩვენ საუბრობდით. 20 კილომეტრს დღეს ჩვენ ფეხით არ გავდივართ. ჩვენ დღეს გვაქვს იმის პირობები. არა, 20 ნაბიჯსაც არ დგავენ, სამწუხაროდ, მამაო. დიახ, გიორგი, მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, კიდევ ვიმეორებ, ხშირ შემთხვევაში მშობლები იწყებენ ფიქრს, რომ გახდება შვილი 16, 17, 20 წლის, იწყებენ ფიქრს, რომ მამაო, ჩემი შვილი არ მემორჩილება, მამაო, ჩემ შვილს ეკლესია არ უნდა, შენ რომ არ გინდოდა ის რომ პატარა იყო? შენ რომ არ ფიქრობდი მის მარცვალში ჩადებაზე, ეხლა ისიც სოდოა, ესე უცებ არ ხდება გამოსწორება. ეს გამოსწორება ზუსტად ჩვენ ვისაუბრეთ, ხდება ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობით, სასულიერო პირთან მჭიდრო ურთიერთობით, სხვა შემთხვევაში ესეთი გამოსწორება თითქმის არ ხდება. და ჩვენ უნდა ჩაუღრმავდეთ იმას, რომ დღეს ახალგაზრდები თუკი უფალს ცილდებიან და თუკი ეკლესიას ცილდება, დღეს ახალგაზრდა ეს პრობლემები ჩვენ უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში. რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ ახალგაზრდების პრობლემაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ჩვენ უნდა ვეძებოთ უფრო საკუთარ თავში. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, გიორგი, რომ როგორი ლამაზი თაობა მოდის უკვე საქართველოში. ძალიან მაგარი თაობა. როგორი ლამაზი თაობა, მე მახსოვს, გიორგი, როდესაც 2000-იან წლებში სკოლას ვამთავრებდი, სულ იყო საუბარი მშობლებში, ახლობლებში, რომ რა პატარა მე-11 კლასელებია, რა პატარა ტანის ადამიანი, გოგო, ბიჭი ამთავრებს სკოლას. დღეს ეს პრობლემა არ არის. დღეს მე-10, მე-11 კლასელი ბავშვები არიან უკვე ვიბრუნებთ იმ ძველ ძალას, რომელიც ძალაც მოდიოდა უფლის სისხლით და ხორცით. იმიტომ რომ დღეს 5 წლის წინ, 10 წლის წინ განსხვავებულად 30 წლისა და 40 წლისა, ხო? დღეს ორსული მიდის ეკლესიაში, ეზიარება. უფალი მიდის მასთან. ამ დროს ბავშვი არ ეზიარება, მაგრამ უფლის მადლში ეხვევა ბავშვი ორსულის ზიარებით. და მოდის ისეთი თაობა, რომელიც არის ქრისტეს იარაღით აღჭურვილი, გალამაზებული, გამშვენიერებული და ძლიერ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი თაობა მოდის, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ დიდი გამარჯვებები მივაღწიოთ. დღეს არ არის ეტაპი. დღეს ჩვენ უწმინდესი გვყავს, გიორგი. დღეს ჩვენ ამხელა ეკლესია გვაქვს და დღეს არ არის ეტაპი ერთი ადგილის ტკეპნისა. დღეს ადგილი არის წინსვლისა. ადგილი არის გამარჯვებისა და მე მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ბავშვები, რომლებიც ანთებული სანთლები არიან, მე სულ ვიძახი ჩემს მრევლშიც, როდესაც პატარა ბავშვები, 7-8 წლის ბავშვები გამორბიან ამდენი ლოცვა კურთხევის ასაღებად, რომ აი ეს თაობა, რომ გახდება 15, 20, 25 წლის, მაშინ იქნება უფრო მეტად ეკლესიების სავსე.
მაშინ იქნება უფრო მეტი მრევლი. მე ესე ვფიქრობ, ჩემი აზრით. ღმერთმა ქნას მამაო, მე ძალიან მაგრამ მინდა უბრალოდ ისა აი სამწუხარო ის არის, რომ დღეს აი ინტერნეტმა და ესმა რაღაცეებმა ხო ძალიან რაღაცნაირად ეგოიზმში გადაიყვანა ეს ახალგაზრდობა სამწუხაროდ ეს ფეხს იკიდებს მამაო. არიან როგორ იცით აი რაღაც თამაშებზე გადასული რაღაც ის და რაღაც თვითკმაყოფილებას პოვებენ იქ რაღაცას სასწაული თამაშები და 1000 სიბოროტე არის ამ ინტერნეტში და თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით თქვენთან ალბათ მოდიან ამ ხრივ გაფუჭებული ბავშვები რომელიც სიტყვაზე 13 წლის არის და კი მთელი თაობა კარგია მაგრამ რამოდენიმე ადამიანი რამოდენიმე ბავშვი ხო არის ისეთი რომელიც აი სიტყვაზე კომპიუტერმა და ასე შემდეგ შობელმა რო სითამამე დაუშვა მისი ამან გააფუჭა ხო სიტყვაზე ამ შობლის სისუსტემ აი ამ ბავშვებს მამაო რას ურჩევდით და თუ შეიძლება მამაო აი ამ ბავშვების მოვლის რამე ის თუ იცით ხერხი ან რეცეპტი მშობლებს რას ურჩევდით თქვენ რომ აი ამ ბავშვებს როგორ უნდა მიხედონ მამაო სოფლიოში გიორგი დღესდღეობით ხდება დიდი გლობალიზაცია და ყველაფერი კეთდება გიორგი იმისათვის რომ ამ ინტერნეტ სამყარომ მოიცვას სოფლიო და წიგნი დახუროს დიახ ეს შეეხო ჩვენს მოზარდ თაობასაც მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავექცეოდით ეხლა არის მოქმედება სწორი განსახორციელებელი სწორი მოქმედება არის ესეთი რომ ბავშვი არავითარ შემთხვევაში მშობელმა პირველ რიგში რჩევა არის ესეთი როგორც მოძღვრის მშობელმა მოზარდ ბავშვი რომელიც არის დაახლოებით მე-9 კლასამდე თავის ოთახში დაუდგას ინდივიდუალურად მათ კომპიუტერი ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ასეთ ასაკში ბავშვი არის ორთაბრძოლებში ბავშვი არის მერყევ მდგომარეობაში რომელიც ცდილობს რომ დიდხანს იჯდეს კომპიუტერთან, გაეცნოს ინფორმაციებს, ისეთ ინფორმაციებს, რომელიც მისი ასაკისთვის არ არის მიზანშეწოლილი. მშობლის როლი აქაც დიდი არის. მე ამ ბავშვებს და ამ ახალგაზრდებას ურჩევდი იმას, რომ ჩვენ გადავშალოთ წიგნი, ჩვენ მივეყრდნოთ განათლებას, რომელიც არის ჩვენი საყდარი, ჩვენი გამარჯვებისა. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ვიძახით თინეიჯერი თაობა, კი ბატონო იყვნენ თინეიჯერი თაობა, მაგრამ ჩვენი თინეიჯერობით, ჩვენი ქართული კულტურით, ჩვენი ზნეობით, ჩვენი ქართველობით, ჩვენი ოჯახის ფარგლებით, ჩვენი მამულიშვილობით, ჩვენი ქართველობა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ და დავანახოთ როგორი კულტურა და ზნეობა გააჩნია საქართველოს. ეს არის უმთავრესი. დღეს სამწუხაროდ უმრავლესობა ხდება მიმბაძველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების, რაც ჩვენთვის არის დამხუპველი. საქართველოს ადამიანი ერთადერთი მიმბაძველი უნდა იყოს უფლისა იესო ქრისტესი და მისი მცნებებისა. სხვა შემთხვევაში ქართველი ახალგაზრდა წარმატებული ვერ იქნება და მეტიც ჩვენ გვყავს სულიერი შვილები საზღვარგარეთ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა იგივე საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს შვილებთან და მათ მეგობრებთან და თვითონ ისინიც უცხოელებიც განათლებული ფენა გულის სიღრმეში დაცინის იმ კულტურის მქონე ადამიან ქართველ მოზარდ 18-19 წლის მოზარდს რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის კულტურა რაც იყო ჩვენ არავის არ შევეხებთ და არავის ევროპას არ ვაყენებთ მაგრამ მისი ქვეყნის რაც იყო რაც არის წესი ადათი იყოს ქართველი ახალგაზრდა მიმბაძველი მისი. ეს არის სირცხვილი. ჩვენ სადაც არ უნდა ჩახვიდე ამასთან ერთი ისტორიკოსი მესაუბრებოდა რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში სადაც არ უნდა ჩახვიდეო, გარეუბანში რომ მიხვიდეო, თუ კი ისტორიასთან ვინმე შეხება აქვს, აი იქაურ პედაგოგს თუ სხვა მეცნიერს, ხო? რომ ეტყვი რომ მე ვარ ქართველი, ის პირდაპირ პასუხობს, შენ ხარ მართლმადიდებელია. აი ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ეს უნდა იყოს ჩვენი საწინდარი. იმ გამარჯვებისა და იმ კეთილი თაობისა, რომელიც იქნება ჩვენთვის იგივე სიკეთის დამბრუნებელი ჩვენი ერისათვის. დიახ, ძალიან ძნელია, მამაო, აი ამ ისა რა ქვია. ევროპიზაციას დავარქმევ ესე და აი ამასთან შეთავსებათან ამ ყველაფრის ადაწესების და იმის, იმიტომ რომ მათ არ აწყობთ ეს ყველაფერი ერთი იმის მიზეზის გამო, რომ მამაო, მათ რა წესებიც აქვს, ჩვენი კულტურა ამას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მართლა მაღალი კულტურის მქონე ადამიანები ვართ. ეხლა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი არის, მე არ ვიცი ხა მსოფლიოში მსგავსი კულტურის მქონე ადამიანებს მე არ ვიცნობ და არც მენია რა წამიკითხავს ბევრი რაღაც, მაგრამ აი არიან აი არ ვიცი
დაბადებიდანვე განათლებულია ქართველი ადამიანი, არ ვიცი, აი საქართველოში რო ცხოვრობ მართლა აი თითქოს და მამაო ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ აუცილებლად მე იქამდე გთხოვეთ, რომ თუ შეიძლება აი საქართველოში განსაკუთრებულად აი ღვთისმშობლისაგან აქვს ეს ნიჭი ადამიანს, რომ დაიბადები რაღაც გეფერთხება სასწაული ნიჭი გაქვს. აი ყველაფრის ჯერ ამდენ ადამიანს რო მუსიკალური სმენა აქვს და განათლება ესეთი რაღაცა საერთოდ არ მინახავს არსად რა. აი ნებისმიერი სტატისტიკურად ჩამოსულებიც აღნიშნავენ ამას. ყველა მღერის მამო, ყველას აქვს მე. აი თუ შეიძლება მამო, ყველას აქვს ნიჭი სპორტისა კიდე აი ცალკე ამას აი ყველა ძალიან ნიჭიერი ხალხი ვარ და განსაკუთრებული ღვთის აი ეს წყალობა არის და ამით განსხვავდებით ჩვენი ევროპელებისაგან და ასე შემდეგ სხვა ერებისაგან სიტყვაზე ხო? თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რომ კითხოთ, აი რატო არის მამაო, აი ეს თან ვერც ვიყენებთ სამწუხაროდ საბოლოოდ ესე ხდება საქართველოს ისეთი ქვეყანაა რომ აი ნიჭს გასახანი არა აქვს და მე მიდიხარ და ამ ეს ნიჭი შენი არავის არ უნდა და იქაც ვერ იყენებ სადაც მიდიხარ ხო რაღაცნაირად ძალიან ცუდია და დადგუნული არის ადამიანი ამ ხრით და თუ შეიძლება მამაო აი საიდან არის ეს საქართველოს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ წილხვედრი ქვეყანაა ღვთისმშობლისა და ღვთისმშობელს რა როლი აქვს საქართველოს მიმართ და აი ესე რატო პატრონობს მამაო ძალიან გასაიხა შეიძლება ვიღაცას რაღაც ცოტა ისე ეჩვენოს მაგრამ ჩვენ საქართველოს ღვთისმშობელი ხა რო არ იცავდეს და რო არ პატრონობდეს ხო საერთოდ ჩვენი ხსენებაც არ იქნებოდა რაზეა საუბარი ხო საერთოდ ამდენი ხნის შემდეგ ამდენი ნაუმარი და ნაუბედურალი და ამდენი გაჭირებული და ნაშიმშირალი ხალხით ხო თუ შეიძლება მამო აი რა როლი აქვს თვითონ ღვთისმშობელს ესეთი მეურვეობა რო აიღოთ ჩვენზე და რო არ გვწირავს მიუხედავად იმისა რომ ხანდახან შეიძლება ვართ კიდევაც ბევრი რამის ღირსები რა ბუდიშვილი აი ამასთან დაკავშირებით თუ იტყვით პირველ რიგში ჩვენ უნდა მადლობა უთხრათ ღმერთს რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომლის გმირობა არის კაცობრიობის გონებისთვის მიუწვდომელი რომელმაც დაიტია უფლის დედობა ღვთისმშობელი დედა რომელმაც შეებრძოლა იმ ცოდვას რომელიც ცოდვასაც კაცობრიობა ებრძვის ისე ვითარცა უდაბნოში თევზი ამპარტავნება თავმაღლობა საკუთარი თავის შეგრძნება ზუსტად ეს ის ცოდვაა რომელმაც ადამიანი ღმერთს დააცილა ეს ის ცოდვაა რომელმაც ადამი და ევა სამოთხედან გამოდევნა ამპარტავნების თავმაღლობის ცოდვა ეს ის ცოდვაა რომელმაც ანგელოზი დემონად აქცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ეს ყოველივე დაითმინა და ყოველივე ეს დაიტია დედა ღვთისმშობელმა და მისი ცხოვრება თლიანად მიუძღვნა მის ძეს განხორციელებულ ღმერთს გაიმარჯვა ამით კაცობრიობა და ჩვენ ამ დიდი დედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთისმშობელი რომელიც მუცლით ატარებდა ძეს და გათავისებული ქონდა რომ მუცლით ატარებდა ღმერთს ეს არის საოცარი ფენომენი გიორგი როდესაც დედა ატარებს ძეს მუცლით და იცის რომ მისი ძეა და იცის რომ თან მისი ღმერთია აი ამ დიდი დედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ ჩვენ ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებულად ფარველობს საქართველოს და განსაკუთრებულ ნიჭებს აძლევს და ჩვენ უნდა ვთქვათ ის რომ ქართველი ახალგაზრდა ეს თუ დასრული ადამიანია თუ კი ის რაიმე ნიჭით არის დაჯილდოვებული ეს არის ღვთისგან ბოძებული ნიჭი ეს არ არის ჩვენი მოპოვებული ნიჭი ეს არის ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვის ძალა იმ 100,000 მოწამის იმ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის რომელმაც იცი რა ნიჭი და რა ზოლი დაუტოვა საქართველოს როდესაც ქეთევან დედოფალს აწამებდნენ გიორგი ქეთევან დედოფალმა ჯალათებს თხოვა უკანასკნელი თხოვა ითხოვა რომ თქვენც ხომ დედის ნაშობები ხართო არ გამაშიშვლოთო ისე მაწამეთო როდესაც გახურებულ შუბებით გუნკერს უხრიტავდნენ აი ამ დედის შთამომავლობა ვართ ჩვენ იმ 9 ძმა ხერხეულიძის შთამომავლობა ვართ რომელიც დაეცა ბრძოლის ველზე და პატარა 12 წლის დამ დიდგორის გამოვლილი დროშა აღმართა სისხლში გათხრილი დადგა სულ რაღაც ალბათ წამები წუთები დაელოდა ის რომ ვინ განგმირავდა წინიდან თუ უკნიდან მაგრამ მივიდა
მის 9 ძმის წაქცეული დროშა აღმართა, დადგა და საქართველოს ამით სახელი გაუთქვა, რომ ბოლო სისხლის წვეთამდე თავს დადებდა ყოველთვის საქართველო. აი ეს არის ფარველი ჩვენი ახალგაზრდობის ზეციური ნიჭი, იმ ხმისა, იმ კულტურისა, რომელიც ჩვენ ესეოდენ გვახარებს და გვაძლევს ძალას და იმედს და ყველა ჩამოსული ჩვენთან მობრძანებული სტუმარი უმალვე იღებს აპარატს, იღებს ვიდეოკამერას თუ ასე შემდეგ და აფიქსირებს, რომ ჩავიდეს მის ქვეყანაში და მის ახლობლებს ანახოს ის არა ამ ქვეყნიური, რომ იტყვიან სიდიადე, სილამაზე, სიმაღლე, რასაც ქართული კულტურა, პოეზია, ცეკვა ანხორციელებს, შეიძლება ითქვას სოფლიოს მასშტაბებით. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მამო ისეთ ლამაზი ახსნისათვის, ლამის მართლაცრემლი მომადგა და მე უბრალოდ გული აზემწყდება, იცით მამო, აი რეგიონებში ხშირ შემთხვევაში და აქაც უკვე ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი რა, მე საქართველოში მცხოვრებს უკვე ქართველია ჩემთვის ყველა და როგორი მომენტია ეს იცით მამო, აი სექტემბა იმათმა გაიტაცეს ეს ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი კომპიუტერში თუნდაც რაღაცა არასწორმა ვიღაცის რაღაცა სტატუსებმა ეკლესიას დააშორა და ძალიან გული მწყდება მამო ეს ადამიანები აი ამ ყველაფერს რო ვერ ხედავენ ის რაც 9 ძმა მოიტანა ის რაც ქეთევან წამებულმა მოიტანა ხო და ისაც ძალიან ბევრმა ჩვენმა წინაპარმა მოიტანა თუნდაც მამა გაბრიელმა და ასე შემდეგ ხო ყველას ვერ ჩამოვთვლი ბოდიშვიხდი ხო ამათმა რაც მოიტანეს ხო ამათი სისხლით მოტანილი რაღაც ხო აი აქ ვიღაცამ გაცვალა აი აქ რო რაღაცის გამო რომ შეერი არ იყოს ბუკლეტებს არიგებს აქ სიტყვაზე მეტროებთან იქ თქვენთან იყო ხო გახსნილი რაღაცა სექტა რომელიც მე არ დავასახელებ ამ სექტებს რა თქმა უნდა ბევრი მათგანი მე ძალიან გული მწყდება ძალიან კარგი ადამიანები არიან უბრალოდ მოტყუებულნი არიან რა ჩემ და სამწუხაროდ ხო მამო აი თუ შეიძლება მამო აი ამ ადამიანებს რომ მიმართოთ იმიტომ რომ აი რა შეიძლება მამო იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება იყოს მაგრამ როცა ხარ ამ ყველაფრის დაუნახავი ადამიანი მე არ ვიცი ღმერთს მე რა თვალით უნდა შეხედო ეხლა რო გარდაიცვლება ადამიანი ხო ქეთევან წამებულის წირო დადგება და ქეთევან წამებულმა ქრისტეს გულის ამდენი რო გაიღო და შე რომ მიდიხარ და არაფერი მე არ ვიცი რა ისინი ეშმაკისთვის უფრო ეწამებიან უმრავლესობა და კვდებიან იცით რა არის გიორგი გასაგებია აი რა თვალებით მაპატე კი ბოლომდე დავასრულებ ამ კითხვას მაგრამ რა თვალებით უნდა შეხედონ უბრალოდ აი მე მინდა რომ მომავალში უბრალოდ იაზროვნონ რომ აი აქ რო დგანან და ამ ყველაფერს არ აღიარებენ არც დავით აღმაშენებელს და ასე შემდეგ ხო აი ამ სექტებს მინდა რომ თქვენ თუ ეტყვით მამო იმიტომ რომ აი ძირითადად რეგიონებში მოიკიდეს მამო ფეხი და ახაც მამო ერთ-ერთი ეპარქიიდან ხართ მაგიტომ ამბობ რა თქვენთანაც ხო არიან ხო სექტიდან წარმომადგენლები აი პირველ რიგში გიორგი რა შეიძლება უთხრათ მამო ამ ადამიანებს აი ლამაზად რო თხოვოთ რა თუ შეიძლება იმიტომ ეს ჩემთვის ესენი არიან ძალიან სათუთები და საყვარლები და სანუყვარები იმიტომ რომ შეიძლება ხვალე ეგენი ცხონდნენ იმით რომ სიტყვაზე ნამდვილი ღმერთი იპოვონ ხო რა თქმა უნდა თითოეული ქართველი თითოეული ჩვენი შვილი ჩვენთვის არის ანთებული სანთელი გიორგი და გავიხსენებ სახარებიდან რომ ჩვენთვის უმთავრესია რომ ეს შვილები ჩვენი არ იყვნენ ანთებული სანთლები, რომლებიც არის მოთავსებული მაგიდის ქვემოთ და ვერ ანათებს. თავარია ეს შვილები იყვნენ და გახდნენ ის სანთლები, რომლებიც გაანათებენ ჩვენს გულებს, კაცობრიობას გაანათებენ. გასაკვირია განსაკუთრებულად გიორგი ეს პოზიციები საქართველოში. გასაკვირი არ არის უფრო უცხო ქვეყნებში, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში სადაც ესეოდენ მოზღვევებული არ არის და მაგალითად არ არის სვეტი ცხოველი, მაგალითად არ არის გელათი, ბაგრატი, მაგალითად არ აყავთ შიო მღვიმელი, ქეთევან დედოფალი, 100,000 მოწამე. იქ შეიძლება ვიღაცა მაგალითად სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ადამიანს, სადაც ქრისტე იხსენება, შეიძლება მადლობაც კი მოუხადო, რომ ის ადამიანი იმ გაყინულებაში ეუბნება ქრისტეს სახელს. გადახრილად არასწორად ასწავლის, მაგრამ ხომ ასწავლის, რომ ქრისტე მოვიდა, სასწაულები მოახდინა და საქართველოში ეს არის ცოტაოდენ გასაკვირი. ძნელი წარმოსადგენია ადამიანს ჯვარცმული ღმერთი გულზე გეკიდოს და შენი სარწმუნოების საზომი იყოს ეს ქვეყანა ხარ კარგად. ესე იგი სარწმუნოებაში თუ კი შენ ყოფად ცხოვრებაში ხარ კარგად ესე იგი შენი სარწმუნოება არის სწორი და ხარ კარგად და თუ კი შენ ცუდად ხარ ყოფა ცხოვრებაში შენი სარწმუნოება არის ცუდად და შენ ხარ ცუდად
ძნელი წარმოსადგენია ეს იმ პოზიციაში, რასაც ქართველი განიცდის და ჯვარცმული ღმერთი გულზე უკიდია. რაც შეეხება ამ სექტებს უშუალოდ პირდაპირ მოცემული მნიშვნელობით, ხო? ესენი არიან ცდომილებაში, გიორგი. ესენი არიან ცდომილებაში და განა თვითონ არ იციან და ვერ ხვდებიან. მაგრამ აქ იმდენად დაპყრობილი ყავს ბოროტს და იმდენად დაპყრობილი ყავს სხვადასხვა ჩარჩუებს, რომელიც ჩარჩუებიც არის სხვადასხვა მატერიალური წყარო, სხვადასხვა ახალი შეძენილი სამეგობრო, რომელიც იგივე სექტებიდან არის შეძენილი სამეგობრო, იგივე წრე, იგივე სირცხვილის გრძნობა, ხო? განიცდიან ესენი ამ ყველაფრით დამცირებულად თავს. მე სულ ვეუბნები, ჩემ სულიერ შვილებს, სულ ვამბობ, რომ არა, ისინი არიან ჩვენი მეგობრები. არა მეგობრები ქრისტეში, იმიტომ რომ თვითონ გვეუბნებიან ქრისტეში მეგობრობაზე, თვითონ გვეუბნებიან ტრაპეზში მეგობრობაზე ვარს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველი ეს ადამიანი არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის. ჩვენ მზადა ვართ თითოეული მოძღვარი. დავტოვოთ, როგორც სახარება გვეუბნება. 99 ცხვარი, მთელი სამწყსო დავტოვო და მივიდე იმ ერთ ცხვართან, რომელიც არის გაბნეული. დაუჯდე, ღამეები ერთად ვათენოთ, ერთად წავიდეთ, ერთად შემოვიაროთ მთელი საქართველო, ერთად ვისაუბროთ არსებული ცოცხალი ღმერთის იმ გულისცემაზე, რომელსაც მხოლოდ ქრისტიანი განიცდის, იმ სამების მადლზე, რომელსაც ქრისტიანი განიცდის. მაგრამ თავარია მათი სურვილი, გიორგი. მათი სურვილი იმისა, რომ აი ამ საკითხებში ჩვენ გამოვყვნენ და დაგვეთანხმონ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და რა ვიცი, დღეს მე ძალიან გული მწყდება, რომ ადამიანმა არ შეიძლება რომ ისე იცხოვრო, რომ ეს არ დაინახო, რამაც აქამდე მოგიყვანა. ხო, ზარი არის მამაო, ძალიან ბევრი ზარი იყო, მაგრამ ერთ შემოვიყვანა, ბოდიში გიხდით, ვინც ვერ შემოგიყვანეთ აქამდე. გისმენთ? გისმენთ? გამარჯობა. დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა ესეთი საუბრის მოსმენა ეთერში. როგორც წესი ხომ არ მიყვარს ტელევიზორისაც, იმის გამო რომ არ სიამოვნებს სხვადასხვა გადაცემები, სხვადასხვა არხზე და თქვენი არხი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ მოიცავს სხვადასხვა თემას, ნებისმიერ სოციალურ, რელიგიურ, ესეც სასიამოვნოა, ძალიან მიყვარს. მარტო მე არა, ესე არ არის, მარტო მე ნახევარი საქართველოს შეგიყურეს. ეს შესავალიცის, ეს პირველი და მეორე რეგიონებთან დაკავშირებით, მამაოს მინდა ვუთხრა რამ, ცირე ინფორმაცია, ალბათ თავადაც შეიძლება ფლობდეს, მაგრამ მაინც ჩემი აზრი მინდა მოვახსენო. საქმენაშია იცით რეგიონებში მართლმადიდებლური ეკლესიების უხარა ამას რო ვიძახი, მოძღვერთან დაკავშირებით იქნებ ცოტა მეტი კონტროლი იყოს საპატრიარქოს მხრიდან, რათა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ზუსტად იმ აზრიდან დაბრკოლება ამა თუ იმ რელის და იცით რა არის ქალბატონ ძალიან დიდი ბოდიშით, მაშინ აი ძალიან ცოტა დრო დარჩა და მაშინ ვისაუბროთ ესე რომ იმიტომ რომ ესე ზეპირად თქმა ცოტა ადვილია და კონკრეტულ შემთხვევას სახელს და გვარს ტაძარს და მოძღვარს თუ დაასახელებთ მე დაგეთანხმებით რაღაცაში შემიძლია მაგრამ ესე ბრმათ ესე აღება არ შეიძლება იმიტომ რომ ეს შეიძლება აქაც მოხდეს და ყველგან მოხდეს პირიქით გიორგი რა თქმა უნდა ეს ქალბატონის მხრიდან რა თქმა უნდა აი წამით აი თუ შეიძლება მე გასაგებია მისი მიდგომა მისი პოზიცია გიორგი ნამდვილად არ არის ამის დასახელება აქ საჭირო იმიტომ რომ ეს არის მოხიბლული ხედვა შეიძლება პირადად ერთი ადამიანის და მოძღვრის რომელიმე მოძღვრის ვინც არ უნდა იყოს ეს რომელი რეგიონიდან არ უნდა იყოს ამ ხედვაზე დასახელება არის მე ვფიქრობ მე ქალბატონს მინდა მიმართო ესე მინდა ვთხოვო ამ ქალბატონს რომ თითოეულ მოძღვარში იპოვოს მისი სულის მაცხოვნებელი ელემენტი თითოეულ მოძღვრის ანაფორაში თითოეულ მოძღვრის იმ წვერში იმ მოქმედებაში რომელიც ქალბატონო თქვენ ოჯახის წევრებს რომ ძინავს თითოეული სასულიერო პირი ღამის 3 საათზე 4 საათზე დგება ლოცვას იწყებს თქვენს კარებზე აკაკუნებს და მშვიდობა მოაქვს თქვენს ოჯახებში შემდეგ გამოვდივართ დილით და შევხედავთ რომ ვიღაც მოძღვარი რაღაც მიდის თავის საქმეს აკეთებს შეიძლება რამე მოქმედ ჩვენც თქვენაირი ცოდვილი ადამიანები ვართ ქალბატონო და ჩვენ არა ვართ განწმენდილები და არც აგვაქვს პრეტენზია რომ ჩვენ ვართ წმინდანები და ჩვენ ვართ ანგელოზები გიორგი მე ის მინდა რომ ხედვა ზოგადად გადახრილია გიორგი განმკითხველის პოზიციის ხედვა როდესაც სასულიერო პირში
შენ შეხედავ რაიმე ნაკლს, გახსოვდეს, რომ შენ რომ ახსარებაზე მიდიხარ, შვილო, იმ მოძღვართან, რამდენ ნაკლს კპატიებს შენ ეს მოძღვარი, რამდენი ნაკლის გულისთვის გულში გიკრავ შენ ეს მოძღვარი, რამდენი ნაკლის გულისთვის ღამეებს ათენებს შენთვის მოძღვარი და თვალზე ცრემლი ადგება და იწყებს შენზე, შენ ოჯახზე, შენ შვილებზე ლოცვას, მაშინ შენ ჩაუღრმავდები და მიხვდები, რომ მე ვითხოვ წერტილისთვის და ჩემს თვალში მე დირეს ვერ ვხედავ. აი ეს მინდა გითხრათ ქალბატონო, მინდა ის იარა მოგიშუშოთ და მოძღვარში ეძებოთ მხოლოდ საცხოვნებელი ელემენტი და არა განსაკითხი ელემენტი. განსაკითხი ძალიან ბევრია, მაგრამ მოძღვარი არის ობიექტი, რომელმაც თქვენი სული ღმერთთან უნდა მიიყვანოს და სიყვარული თუ კი შეხედავთ, ყველა მოძღვარი კარგია. არ არსებობს ცუდი და კარგი მოძღვარი. ეს არ არის ქრისტიანის საუბარი. ყველა მოძღვარი კარგია. შეიძლება იყოს ზოგს ჩვენ ცოტა ნაკლი გქონდეს, ზოგს ბევრი ნაკლი გქონდეს, მაგრამ ეს ნაკლი ჩვენი სატვირთავია, ჩვენი სატარებელი ნაგავია, რომელზეც ჩვენს გული გვტკივა, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ნაკლი, სხვადასხვა ტკივილი და ამისათვის ეს რომ რაღაც ისეთი თემა რომ რომელიმე მოძღვარი რეგიონში განვიკითხოთ, ეს არასულიერი მიდგომაა და საკუთარი თავის ამ პარტავნების ზენიტში ყოფნა არის, ჩემი აზრი არის ესეთი. კარგით, მადლობა მამაო, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ დრო იწურება ჩვენი და მამაო, არა, იცით როგორი მომენტი არის უბრალოდ რაღაცა არის რომ ადამიანი რაღაცა ვერ ხედავს ისე კარგად, რაღაც შეიძლება რომელიმე სექტის წარმომადგენელი იყო და ასე შემდეგ გული დაწყდა რომ აძე ლაპარაკი ხა ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ზადავართ. იცით რა არის უბრალოდ ადამიანი როგორ არის ბოროტის ყოველთვის ანახებს ხოლმე იმას რომ სიტყვაზე ის კი არა რომ 11 მოციქული და იუდა 11 იუდას ანახებს და 1 მოციქულს იმ ერთსაც არ ანახებს 12-ს იუდად ხედავს სამწუხაროდ მამაო და ამათ ავიწყდებათ რომ სიტყვაზე ეს სახარებაა მთელი ჩვენი ცხოვრება და იყო ხო იუდა იქაც იყო სიტყვაზე და ის იუდა ეხლაც აქ არის ხო და ჩვენში გაიარება ჩვენი ცხოვრების არსი ყველა მართლმადიდებელი ხო მაგრამ აი არ ხედავენ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზა. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ მამაო ადამიანები ისეთი დაზარალებულები ვართ სხვა მხრივ, ცოდვის მხრივ, რომ სუცუც ვეძებ და სუ იმას. აი სამწუხაროდ თქვენი თქმის არ იყოს, რომ ჩვენ თავში ვერ ვხედავ და რაღაც რომელიღაცა მოძღვრებში ვეძებთ ხოლმე. ეს ცუდი არის, იმიტომ რომ ამით თავს ვიმართლებთ. ჩვენ რატო არ დავდივართ ეკლესიაში. აი ცუდი მამაო არის. ეს სულ არ არის გასამართლებელი. რა თქმა უნდა, ეკლესიაში მივდივართ ღმერთთან და არა სასულიერო პირთან. დიახ, უღრმესი მადლობა. სასულიერო პირი არის შვამდგომელი უფალთან სულის ცხონებისა და სიყვარულის. სამწუხაროდ მამაო ადამიანს უყვარს მამაო თავის გამართლება ესე, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს და რა ვიცი, აი ესეთი ის არის რა. დრო ამოიწურა ჩვენი და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მობრძანებისაც კიდე თუ გვეწევით აუცილებლად მოგიწევთ უღრმესი მადლობა და რა ვიცი კიდე თუ 2 საათი რომ მქონდა კიდე ვისაუბრებით თქვენთან ერთად მამა იოანე ხეცურიანი გახდა ჩვენი სტუმარი კიდევ ბევრს ვისაუბრებთ მამაოსთან ერთად დიდ მადლობას მოახსენებ მეუფე სერაფიმეს და რა ვიცი ლოცვა კურთხევას მოუთხო და მთელ სასულიერო პირებს ბორჯომბაკურიანის ეპარქიისა ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და ლოცვა